Აი ჩვენც აქ ვართ, ამას პირველად ვაკეთებთ, ხომ ასია? დიახ, ნამდვილად. ბოლოს და ბოლოს რაღაცას ერთობლივად ვაკეთებთ 31 წლიანი ქორწინების შემდეგ. დიახ, ერთადვართ აგერ უკვე 31 წელია, მაგრამ კათედრასთან ერთად არასოდეს ვკარვარ. და იცი რა აღმოაჩინე ლიზა, მამაკაცები და ქალები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და მე და შენც განსხვავებულები ვართ. ჩვენი სათქმელი მოვამზადეთ და ეს რეალური მოგზაურობა იყო, ხომ ასია? ნამდვილად. ჭკუის სასწავლებელი იყო. დიახ. საოცარი იყო. თუმცა ჩვენ ერთად მივდივართ საერთო მიზნამდე და ეს გახლავთ ქორწინებაზე მსჯელობა. რადგან მე და შენ ვიცით და ეს ყველასთვის ცხადია, რომ ოჯახები წლების განმავლობაში დარტყმის ქვეშ იყო. ამ ბოლო ხანებში კი ქორწინების ინსტიტუტი მოექცა დარტყმის ქვეშ და დიახ, შენიცი რასაც გულისხმობ. ამაზე გვილაპარაკია, ეს გვიგრძნია. ადამიანებს ჩვენთვის ვთქვამთ, ქორწინების თემას რატომ არ ამუშავებთ? ჩვენც ასე პასუხობდით. იმ სფეროებში მოდის დარტყმები, რომელზეც ქადაგებ. ამიტომ არც ქორწინებაზე ვქადაგებთ და არც შვილების აღზრდაზე. უბრალოდ სხვა საკითხებზე ვლაპარაკობთ. მაგრამ თანდათან დავინახეთ, როგორ ირყეოდა ქორწინების არსი და საფუძველი და მივხვდით, რომ გაჩუმება აღარ შეგვეძლო. დიახ, ასია. ღმერთია ის, ვინც ოჯახი შექმნა. ეს მისი იდეა იყო. ის როგორც შემოქმედი, ერთადერთია, ვისაც ქორწინების განსაზღვრის უფლება აქვს. ამრიგად მე და შენ ვისაუბრეთ, რას განვიცდიდით ამაზე ლაპარაკი რომ დაგჭირვებოდა. მალაქიას 2:15 ამბობს. ღმერთმა და არა თქვენ დააფუძნეთ ქორწინება. მისი სული ქორწინების მცირე დეტალებშიც კი მკვიდრობს. გაუფრთხილდით თქვენს ქორწინებას, ნუ უღალატებთ სიჭაბუკის სოლს. და ჩვენ ვისაუბრეთ ამ გაკვეთილების მთლიან მიზანზე. გვინდა ხალხს ვასწავლოთ, როგორ გაუფრთხილდნენ ქორწინებას. არა მხოლოდ ქორწინება, არამედ თქვენი ქორწინების სული. რადგან სინამდვილეში ჩვენი ქორწინების ამბის მოყოლას ვაპირებთ. რის დანახვაც ქვეყნიერება სჭირდება. და მე მიყვარს ჩვენი ქორწინების სული. დიახ. როცა ფიქრობ ღმერთზე როგორც ავტორზე, რის გაკეთებას ცდილობს მტერი, იგი ყველაფერს გააკეთებს ღვთისაგან შექმნილის დასანგრევად, რასაც ღმერთმა თქვა, რომ ძალიან კარგია. სტატისტიკური მონაცემები შემაშფოთებელია, რადგან პირველადი ქორწინების 40-50% და მეორე ქორწინების 60% სასამართლო გარჩევით და გაყრით სრულდება. იცი ლიზა, იგივე სტატისტიკა ახასიათებს ქრისტიანებად წოდებულ ადამიანებს, მაგრამ ისინი, რომლებიც ეკლესიურ მსახურებებს რეგულარულად ესწრებიან, 38%-ზე ჩამოდიან. ხოლო იმ ჯგუფებში, სადაც ლოცვითი ცხოვრება მოწესრიგებულია, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია, ხომ ასია? ამრიგად შეგიძლიათ განსხვავება ნახოთ იქ, სადაც ღმერთს მოქმედების უფლებას მისცემთ და სწორედ ამიტომ მინდა ყოველი თქვენგანი შევაქო, ვინც ამ პროგრამას უყურებს, წყვილებო, ან ვინც არ უნდა იყოთ, რადგან თქვენ ამით რაღაც მნიშვნელოვანს აბანდებთ. ასე იყო დასაწყისიდანვე. ამრიგად მომწონს ეს ფრაზა გაუფრთხილდით თქვენს ქორწინებას და ნება მიბოძეთ. რატომ გონია, რომ ამ საკითხს უტევენ, რადგან ჩვენ ასე ბერს ვლაპარაკობთ მის შესახებ? რატომ ქორწინება, რატომ უტევენ მას სწორედ ახლა ასე ძალიან? ნუ თუ ერთ დროს ღვთისის ქორწინება კარგი ჩანაფიქრი იყო და ახლა ასე აღარ არის, თუ შეიცვალა რა არის ყველა შეტევის მიღმა არსებული მიზანი და რა გავაკეთეთ ჩვენ ქრისტიანებმა, რომ ეს შეტევები გამოვიწვიეთ? ისეთ ფიქრობ ამ საქმეში მაინც და მაინც სწორად ვერ მოვიქეცით. რომაელთა 2:24 თუ გადახედავთ, ნახავთ, თქვენი გულისათვის როგორც წერია ღვთის სახელი იგმობა წარმართებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იცით როცა ღვთიური პრინციპებით ცხოვრობთ და ამ პრინციპებით დავდივართ, იავარდებით მოფენილი გზები არ შეგხვდება, ეს წინააღმდეგობებით მოდის. პავლემ თქვა, ვილტვი მიზნისკენ, უზენაესი მოწოდების პატივისკენ და ეს ლტოლვა წინააღმდეგობისა და დაბრკოლების გადალახვას გულისხმობს. იცით, ჩემი აზრით სწორედ ეს ხდება, რადგან მეტი ყურადღება რომანტიულ განწყობას ექცევა და ჰოლივუდმაც ამას ხაზი გაუსვა. ჩვენ ამგვარი გრძნობები არ გვაქვს და ამიტომ არც ვისწრაფით. დიახ, მართალია. და არ ვცდილობთ დავიცვათ ღვთის შექმნილი, რომლის დაცვაც ღმერთმა გვიბრძანა. ამრიგად ჩვენ, როგორც მორწმუნეებმა, ანუ მათ, ვინც იესოს სახელით იწოდება, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ძლიერი და ნაყოფიერი ქორწინება გქონდეს. მაშ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ამ პროგრამის მეშვეობით უნდა ველაპარაკოთ? ისიც ჩვენ გვინდოდა დარწმუნებულიყავით, რომ ამას მხოლოდ დაქორწინებული წყვილებისთვის არ ვაკეთებთ, რადგან ქორწინება ქრისტესა და მისი ეკლესიის სახებას მოიცავს. ამიტომ ეს მარტო ხელებისთვისაც უნდა ყოფილიყო. თქვენი ქმარია თქვენი ჩამომყალიბებელი. ამრიგად თქვენ გაქვთ იმის გაგების უნარი, როგორ სჭირდება მას ორივე მხარის ურთიერთქმედება. იცით, როცა მოგზაურობ და ვქადაგებ და მარტოხელა ქალებთან ამაზე ვლაპარაკობ, ბევრი მათგანი ამბობს, ოჯახი შექმნა მინდა. მე კიდევ ასე ვამბობ, თქვენ არ გჭირდებათ ასე დახვეწა, რადგან ქორწინება ისეთი რამაა, რაც მართლაც ჩამოასწორებს თქვენს უსწორმასწორო ადგილებს. იცით, ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, ცუდი არ უნდა იყოს მარტო ცხოვრება და მაინც მარტოხელებმა უნდა იცოდნენ, როგორი უნდა იყოს ქორწინება. ის ისე შორს წავიდა, რომ დამახინჯდა და გადაგვარდა. ყველამ დაკარგა სწორი თვალსაზრისი. ასევე გვინდა დანიშნულებსაც მივმართოთ. გვინდა კარგად აწონ-დაწონონ რაღაცეები, სანამ დაოჯახდებიან. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს მსგავსად
ლოგიკური გამოცხადება მიიღონ ქორწინების ადრეულ ეტაპზე. ასევე გვინდა მივმართოთ მათ, რომლებიც ქორწინების რთულ პერიოდს გადიან. დიახ, მათ განსაკუთრებით. ჩემი და შენი, ჩვენი გულები ამის გამოწუხს. ვიმედოვნებთ, რომ მრავალ ადამიანს მივაწვდით ხმას. ვისი ქორწინებაც მეჩეთში შეჭდა და ისე ჩანს, თითქოს არასწორი მიმართულებით მიდიან. ვაპირებთ გაგიზიაროთ ჩვენი ცხოვრების ნამდვილად მტკივნეული, გულახდილი პერიოდები, რადგან უკვე 32 წელია დაქორწინებულები ვართ. ბევრი შეცდომა დაუშვით და თქვენ ეს არ უნდა გაიმეოროთ. ბევრი რამ კი კარგად გავაკეთეთ და თქვენ ამაზე უკეთესადაც შეგიძლიათ. გულისხმობ, რომ ჩემს ვაჟს ედისონს და მის ცოლს ჟულიას ჩვენზე უკეთ გამოსდით. ვისურვებდი, რომ ჩვენც ისე შეგვძლებოდა, როგორც მათ შეძლეს. დიახ, შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ და ხელახლა დავიწყოთ. ზოგიერთ ასპექტში დიახაც შესაძლებელია. თუ ვინმე სურს თავისი ქორწინების გამდიდრება, ეს მე და ჯონი ვართ. თქვენთან გულახდილი უნდა ვიყო, ამ კვლევამ უკვე გაამდიდრა ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ კარგი ქორწინება გვქონდა, მაგრამ მიზნად არასოდეს დაგვისახავს ქორწინების ღრმად შესწავლა. ბევრი რამ შემთხვევით გამოგვივიდა, მაგრამ რაღაცებში შევცდით, რის გაკეთებას უკეთესად გვინდოდა. იცით, ღმერთმა არა მარტო შექმნა ქორწინება, არამედ გეგმაც დასახა მისთვის. ის არ შეცვლილა, მაგრამ ყოველთვის კამათი საგანი იყო. შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ. დიახ, ამრიგად ქორწინება ღმერთმა შექმნა. მან ჩაიფიქრა და შექმნა ის ნებისმიერი მსახურების და სხვა ნებისმიერი ინსტიტუტის დაფუძნებამდე. ცოდვით დაცემამდე. დიახ, ეს იყო ცოდვით დაცემამდე, იგი უძველესი ინსტიტუტია პლანეტაზე, რომელიც ღმერთმა შექმნა. იცით, ყველაზე მეტად ის მაუცებს, რომ შექმნისას მან თქვა: კარგია, კარგია, კარგია. და როცა კაცი მარტო დარჩა, ღმერთმა თქვა: არ არის კარგი. და ღმერთი ამ პრობლემის პასუხით გამოჩნდა. თუ დააკვირდები, რას ვაკეთებთ მე და შენ და ამაზე გვიმსჯელია, თუ გვინდა ნამდვილად ჩავწვდეთ ქორწინების რაობას, იესოს უნდა მივმართოთ, ღვთის სიტყვას უნდა მიუბრუნდეთ. ამრიგად ეს ყველაფერი მათეს სახარებაში იწყება და განსაკუთრებით კარგად ჩანს ბიბლიის მესეჯ ვერსიაში. წერილი ამბობს: და მივიდნენ ფარისეველნი და გამოსდიდნენ და ეკითხებოდნენ: შეუძლია კაცს გაუშვას თავისი ცოლი ყოველგვარი მიზეზით? რა თქმა უნდა, ისინი ასეც ფიქრობდნენ. იესომ პასუხი გასცა, რადგან ისინი ყოველთვის ცდილობდნენ იესოსათვის ფეხის დადებას. დიახ, კანონის თანახმად. ასეთი კანონის მიღებით ისინი არ უფრთხილდებოდნენ თავიანთი ქორწინების სულს. იესომ ასე უპასუხა: ნუ თუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. მამაკაცად და დედაკაცად. და თქვა, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ძალიან მომწონს მიეკრობა, ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად უკვე ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. და ვინაიდან ღმერთმა შექმნა ამ ორის ორგანული კავშირი, არავინ არ უნდა შებილწოს მისი შემოქმედება მათი დაშორებით. რა საოცარია, არა? მისი შემოქმედების შებილწვა, ორგანული კავშირი. მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე, სანამ გავაგრძელებდეთ. ვიცი, რომ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ მაინც. მე ლაპარაკი ამ თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, შენ კარგად გესმის ეს საკითხი. კარგი, შევეცდებით ჯანსაღი საკვები მივიღოთ. შევეცდებით ყველაფერი ბუნებრივი, ორგანული ჩვენ იყოს. საყვარელ მაღაზიაში. სხვათა შორის შეხვედრის კარგი ადგილია. ხელოვნური არაფერი გვინდა. ჩვენს გვჭირდება, რაც ნამდვილია, ისეთი რამ გვინდა, რაც ნიადაგში იზრდება. რაც ცოცხალია. რაშიც სიცოცხლეა. ისეთი რამ გვინდა, რაც რეალურად სიცოცხლეს მოუტანს ჩვენს სხეულებს, ის რაც ზრდაში დაგვეხმარება. ამრიგად ეს ორგანული კავშირია. სინამდვილეში ამ ფრაზით ღმერთი ამბობს: მე ორ ადამიანს ვაერთიანებ, რომ ზრდა შეძლონ. ორი ადამიანი მჭირდება, რომელთაც ერთმანეთში გადავწნავ და გამუდმებული ზრდის პროცესს წარმოვშობ. ეს არ იქნება ხელოვნური კავშირი, ეს არ იქნება ნაძალადევი ერთობა. რეალურად მათ სულიერად დავაკავშირებ და რასაც სულიერ სამყაროში გავაკეთებ, მათი ცხოვრების ყველა სფეროში მოიტანს მჭიდრო ერთობას და ბუნებრივ ზრდას. რა დიდებულია. ღმერთი სრულიად ნათლად ამბობს ეს ორი სხვადასხვა სქესის, მამრი, მდედრი, ქმარი, ცოლი, მამაკაცი, ქალი და სწორედ ამიტომ ჩვენი განსხვავებები გვაერთიანებს. დიახ. ერთნაირები ერთობას ვერ ქმნიან. განსხვავება გვაძლევს გაერთიანების უნარს. მამრი და მდედრი არიან ხატების მატარებლები. ჩვენ განსხვავებულები ვართ, რადგან განსხვავებული ფუნქციები გვაქვს. მაგრამ სწორედ ეს გვეხმარება ერთობაში და საერთოდ. დავკარგეთ ამ განსხვავებით გახარების უნარი. ახლა ჩვენი კულტურა ამის თქმას ცდილობს. მოდით მამაკაცი უფრო ქალური გავხადოთ. ქალი უფრო მამაკაცური და ერთმანეთს სადღაც შუაში შევხვდეთ. ისინი
ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს ორგანული კავშირია, რომელიც ორ განსხვავებულს აერთიანებს ერთი გულით და ერთი მიზნით. მიყვარს მისი ხელოვნება. ჩვენ ხელოვნებაზე ვლაპარაკობთ, რომელიც ასე განისაზღვრება. გამომსახველობა, რომელიც ამაღელვებელი ან ექსტრაორდინალურია. ამრიგად ჩვენი ქორწინებები იფიქრეთ ღვთის ხელოვნებაზე. მიქელანჯელოს შესანიშნავია, მაგრამ იფიქრეთ ღვთის ხელოვნებაზე. და ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ იუჯინ პეტერსონის The Message Bible-ში მან კარგად გამოიკვლია დედნის ტექსტი. და მიუხედავად იმისა, რომ ის პარაფრაზია, პეტერსონმა ბევრი რამ ჩადო თარგმანში საკუთარი კვლევიდან. ვფიქრობ, მან ნამდვილად დაიჭირა არსი. ეს მართლაც ღვთის ხელოვნებაა და ვის შეუძლია მისი წახდენა. გულისხმობ, რომ არავინ მიდის სიქსტინის კაპელასთან. იქ ნათქვამია შებილწოს. შებილწოს მიქელანჯელოს შედევრი, არა? დიახ. ჩვენ მას პატივს ვცემთ, ხომ ასია? დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა პირობებმა, მაგალითად ამითმა დააზიანა იგი და აღდგენას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ის. თუ ასია, რატომ არ უნდა დავიცვათ ღვთიური ხელოვნების ნიმუში? იცით, ვფიქრობ, ეს გულის ამბავია. როცა იესომ განაგრძო მათეს 19:7 მუხლებში, ფარისევლებმა ასე უპასუხეს: აბა მოსემ რაღაცომ დადო მცნებად გაყრელობის წერილის მიცემა და გაშვება. აი მოვედით. და იესომ თქვა: მოსემ მოგცათნება თქვენი გულქვაობის გამო. ნება. თქვენი გულქვაობის გამო. საოცარია. ეს არ ყოფილა ღვთის თავდაპირველი გეგმის ანუ ღვთიური ხელოვნების ნაწილი. იესო ამბობს: მტკიცედ მიჰყევით თავდაპირველ გეგმას. მტკიცედ მიჰყევით. რაო? მტკიცედ მიჰყევითო? მტკიცედ მიჰყევით. თავდაპირველ გეგმას? თავდაპირველ გეგმას. მრუშობას აძლევთ ადგილს, თუ ერთგულ მეუღლეს გაიყრებით და სხვაზე დაქორწინდებით. ერთადერთ გამონაკლის ვუშვებ, იმ შემთხვევისთვის, როცა მეუღლე მრუშობას ჩაიდენს. რატომ იტყოდა იესო, ადგილს აძლევთ? ვფიქრობ, იმიტომ, რომ მან კარგად იცოდა შემდეგი. ამიერიდან გულის გაქვავება აღარ იქნებოდა გადამწყვეტი. იგი ადამიანებს ახალ გულს მისცემდა. იგი მათი ქვის გულების შეცვლას აპირებდა. ის, რაც გაყრის მიზეზი იყო, ხორცის გულში აღმოჩენისას სიყვარულის მიზეზად იქცეოდა. და იცით რა, ამან ფარისევლები კი არა აღელვა, არამედ იესოს მოწაფეები ძალიან გაბრაზდნენ იესოს სიტყვების გაგონებაზე. იცით, მოწაფეები გაღიზიანდნენ. ახლა ისინი არიან გაღიზიანებულები. ვფიქრობ, ეს გასაკვირია და ამაზე ადრე არც გვიფიქრია, სანამ მე და შენ კარგად არ გამოვიკვლიეთ. ეს ყველაფერი ფარისევლების კამათით და იესოს სიტყვით გამოჭერის მცდელობით დაიწყო, მაგრამ გაღიზიანებულები მოწაფეები აღმოჩნდნენ. გორზე გაიხმეს და უთხრეს სალაპარაკო გვაქვსო. და აი მოწაფეები იესოსთან დაბრუნდნენ და ამბობენ, თუ ასეთია ქორწინების პირობები, მაშინ მახეში ვართ გაბმულნი. აი ასეთია დამოკიდებულება. გულის დამოკიდებულება. დიახ. მახეში ვართ. დიახ. ასე რომ იმის ნაცვლად, რომ ქორწინებაში შესაძლებლობა პოტენციალი აღმოეჩინათ, მახეში გაბმის დამოკიდებულება აერჩიეს. მახეში გაბმა ცუდი დამოკიდებულებაა. დიახ, ისინი გარეთ ეძებენ გამოსავალს ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი მეუღლე ჩათვალონ გამოსავლად. იცით, მიხარია, რომ იესოს არასოდეს შემოუხედავს ჩემთვის ასე და არ უთქვამს, ჩიხში მოვეკეცი ჯონთან ურთიერთობით. მიხარია, რომ იგი ყოველთვის ეძებს რთული ვითარებიდან ჩემი გამოყვანის გზებს, როცა არც ისე საყვარელი ვარ. შენ ყოველთვის საყვარელი ხარ. ორაკეთილი ხარ. სწორედ ეს არის დაოჯახების მოთხოვნები. ჩიხში ვართ მოქცეულნი. ამას მოწაფეები ამბობენ. მოწაფეებმა იესოს შეხედეს და უკმეხად თქვეს, რატომ უნდა დავქორწინდეთ? იესომ მათ ასე მიუგო. ველა არ არის იმდენად მოწიფული, რომ დაქორწინდეს. იცით, ეს რომ დავინახე და შევეხე, ვიფიქრე, ვაუ, ყველა არ არის საკმარისად მოწიფული. თუ ქორწინება გინდა, დარწმუნებული უნდა იყო, რომ მოწიფული ხარ. იგი გარკვეულ უნარსა და მადლს მოითხოვს, გრძელდება იესოს სიტყვებით. აი ეს მესმის, ჩვენ მადლის მქადაგებლები ვართ, ხომ ასია? ქორწინება ყველასთვის არ არის, ამბობს იესო. ზოგიერთები დაბადებიდანვე არ ფიქრობენ ქორწინებაზე. სხვებს ამაზე არაფერი ჰკითხეს და მიიღეს. ზოგიერთმა თავად გადაწყვიტა არ დაოჯახებულიყო ცათა სამეფოს გამო. მაგრამ დიახ. ჩემი საყვარელი ხაზი, თუ შეგიძლიათ იტვირთოთ ქორწინების სიდიადე, ასეც მოიქეცით. განასაოცარი არ არის? ეს ჩემი საყვარელი თემაა. ჩემიც ძალიან მომწონს. ესე იგი, ჩვენი ქორწინების მიზანი არის ცხოვრების გაფართოება, გადიდება. ქორწინება არ არის ვინმესთვის საზარალოდ. და იცით, როცა მე და ჯონი ამ საკითხს ვიკვლევდით, უამრავი Facebook-ის შეტყობინება მივიღეთ. ადამიანებისგან, რომლებსაც დანაკარგი განიცადეს.
მამაკაცებმა დაკარგეს, ცოლებმა დაკარგეს. ქალი ამბობს, ვლოცულობ, რომ ჩემი ქალიშვილი არასოდეს გათხოვდეს, რომ ასეთ საშინელებაში არ იცხოვროს. კაცი ამბობს, მე ყველაფერი გავაკეთე და ახლა ქალები მეზიზღება. გაკვირვებულები ვიყავით, ეს როგორ მოხდა? როგორ მოხდა ქორწინების იდეადის ასეთი დამცირება? პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რომ ამ საკითხზე არ მუშაობდი. იცით, ჩვენი პასუხისმგებლობა რაშია? ჩვენ ქრისტეს სხეულის ხმა ვართ. და რა სამწუხაროა, რომ ჩვენ ამდენი დრო დავკარგეთ, სანამ ქორწინების თემაზე პროგრამას დავამუშავებდით. ჩვენი თანამშრომლები წლების განმავლობაში გთხოვდნენ ამას და შემდეგ ვიფიქრე, ყოველთვის ვისმენდი, როგორ კითხულობდი Facebook-ის კომენტარებს და ვთქვი, ოღ ღმერთო, რადგან ნატკენი გულების სიმძიმე ჩვენზე გადმოვიდა. მაგრამ იცით, ქორწინება ანუ ღვთის განზრახვა ქორწინებისათვის გახლავთ მისი გაფართოება. და როდესაც ქორწინებას გაჭედილობას უწოდებთ, იცით რა მოხდება? სხეულის ნათელი თვალია და სხეულის სინათლით აღიქვამ საგნებს. თუ ჩემს ქორწინებას გაჭედილობას და მახეს უწოდებ, მაშინ უიმედო მდგომარეობაში ვარ. დაფიქრდით იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდიხართ, რადგან ყოველთვის იქითივლი, როგორი სულიერი ხედვაც გაქვს. მაგრამ როცა ამას გააცნობიერებ, ეს წმინდა, ეს აღთქმა, სწორედ ღმერთმა მოიყვანა ეს ყველაფერი ერთობაში. უფლისიდია გახლავთ ჩვენი გაფართოება მეტი ნაყოფიერების და შედეგიანობისათვის. შემდეგ მოულოდნელად იტყვი, ეს ღირს ბრძოლად. ამრიგად მე ვფიქრობ, ის რაც ჩვენ მივიღეთ არის ვითარება, საიდანაც ეს ყველაფერი ავითვისეთ. ჰოლივუდი ამბობს, რომ ქორწინება ამგვარი უნდა იყოს, გრძნობებით, რომანტიზმით და ასე შემდეგ. თუმცა ახლა რაზეც ვილაპარაკებთ, ეს გაცილებით დიდია. ჩვენ ვიბრძვით, რომ უფრო ნაყოფიერები და შედეგიანები ვიყოთ. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ადამიანები ქორწინებას როგორც კონტრაქტს ისე უყურებენ. გააკეთებ იმას, რასაც შენგან ველოდები, მაშინ შენთან დავრჩები. შენ იმედი გამიცრუე და მე საქმიდან გავდივარ. და მაინც ღმერთი ქორწინებას აღთქმას უწოდებს. აღთქმა. როდესაც აღთქმას ვუყურებთ, აღთქმა ამბობს, თელ ჩემს არსებას მთლიანად შენ გადმოგცემ. და ყველაფერი რაც ჩემია, შენია. და ყველაფერი რაც შენ გაქვს, ახლა ჩემია. და ამის გამო ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, გამრავლდება, გაფართოვდება. გაფართოვდება. გაიზრდება აღთქმის გამო. უფრო ეფექტური გახდება. თუმცა კონტრაქტი რეალურად აღნიშნავს დოკუმენტს ან შეთანხმებას, რომელიც მოძრაობას ზღუდავს. კონტრაქტი ამბობს, არსებობს საზღვრები, მას ვერ გადააბიჯებ. თუ დაარღვევ, შეთანხმებიდან გამოსვლის უფლება მექნება, გაჭედილი აღარ ვიქნები. აი ამას ამბობს კონტრაქტი. აღთქმა ამბობს, შენზე ვარ მიწებებული. და დააკვირდეთ ზმნას კონტრაქტის დადება. ეს ნიშნავს დამცირებას, დიამეტრის შემცირებას. და როცა ხის მთელი ანაბეჭდის სურათს ვუყურებთ, ყოველწლიურ ზრდას ვხედავთ. იგი იზრდება დიამეტრით და გაბარიტებით. ამრიგად, ჩვენ გვინდა რომ აღთქმით ქორწინება ასე არ განიხილებოდეს. ჯანდაბა, ქრისტიანი ვარ და დაქორწინებული, მაგრამ გავიჭედე. არ მინდა ატაცებას გამორჩე. უნდა ვიცხოვრო ამ კაცთან და ამიტომ მეზიზღება იგი. ხომ ხვდები რას გულისხმობ? სიდიადე ასე არ გამოიყურება. გსურთ სხვა ძლიერი სწავლებები ჯონ და ლიზა ბივერებისაგან? თუ თქვენ ან რომელიმე მსურველი სხვა ენაზე ლაპარაკობთ გარდა ინგლისურისა, ეწვიეთ ვებგვერდს cloudlibrary.org. შეარჩიეთ ენა, შეარჩიეთ რესურსი ბიბლიოთეკიდან. ელექტრონული წიგნები, სრული სასწავლო პროგრამები, ვიდეოები, აუდიო ქადაგებები. დარეგისტრირდით განახლებების ან ახალი რესურსების მისაღებად. ისწავლეთ მეტი. cloudlibrary.org. ლიზა, ეს ადვილია? არა, კარგი. ნამდვილად არა. ლიზა, მიგივე კითხვა რომ დამისვას ჩემი პასუხიც არა იქნება. არა. ღირდა ამის წამოწყება? ნამდვილად. იყო პერიოდები, როცა სრულიად უიმედო მდგომარეობაში ვიყავით? იყო. დიახ. დიახ. იცი ამ კონტრაქტს შენს მოსაკლავად გამოვიყენებდი. დიახ, მე მესმის შენი. მესმის. დიახ, მაგრამ არა. მაგრამ ახლა თუ გიხარია რომ გავიტანეთ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ბოლომდე გატანა. ძალიან მიხარია. მეც.
მე ძალიან მახარებს მომავალი. მართალია. ჩვენ გვსურს ვილაპარაკოთ თუ როგორია ეს სიფართოვე. მართალია. ამიტომ დაბადების წიგნის წაკითხვას ვაპირებ, რადგან მისი მონახაზი ქორწინების ამბავს ეხება და გვინდა მის მიზანზე ვილაპარაკოთ. ღმერთს ქორწინების მიზანი დასახული ჰქონდა და ეს მისი იდეა იყო დაბადების პირველი თავის 27-28 მუხლებში, რომელსაც ახლა წავიკითხავ. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ახლა მინდა აქ შევჩერდე. ეს ნიშნავს, რომ მამაკაცი და დედაკაცი ღვთის ხატებას წარმოადგენენ. დიახ, არა მარტო კაცი, არამედ ქალიც. ქალი და კაცი ერთად. ამიტომ, როდესაც ჩვენი კულტურა გენდერულ შეტევას ახორციელებს, ამით ღვთის ხატებასაც უტევს. ამიტომ ქორწინებაზე თავდასხმა გახლავთ შეტევა ღვთის დამოკიდებულებაზე მის ერთთან, ხოლო გენდერული შეტევა არის შეტევა ღვთის ხატებაზე, ღვთის მიწიერ სახებაზე. შემდეგ ნათქვამია, რომ მე მინდა ხაზი გაუსვა ორივეს, მამაკაცსა და დედაკაცს, რადგან ქალებიც ღვთის ხატად შეიქმნენ. ყოველ მხრივ, ისევე როგორც მამაკაცებიც შეიქმნენ ღვთის ხატად. ეს მონაკვეთი ამბობს, აკურთხა ღმერთმა ისინი, მარტო კაცი კი არა, დედაკაციც, არა მარტო კაცი და არც მარტო ქალი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ხედავთ, ეს ორივე მათგანისთვის სავალდებულო იყო. იმრავლეთ და ინაყოფიერეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე. იბატონეთ ზღვაში, თევზებზე, ცაში, ფრინველებზე და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იწვის. შემდეგ ღმერთმა და ეს გახლავთ მუხლი 31, იხილა ღმერთმა ყოველივე რაც შექმნა და აჰა კარგი იყო ფრიად. ასე რომ თავდაპირველად მამაკაცი და დედაკაცი მოკავშირეები იყვნენ. ისინი არ იყვნენ მტრები. სწორია. ისინი ძალიან ახლო მოკავშირეები იყვნენ. მათ მიენდოთ დაბადების დავალება. ღმერთმა თქვა: მინდა მიიღოთ ეს ამბავი, რომელიც უკვე მოგეცით. მინდა მიიღოთ ეს ბაღი და მინდა ინაყოფიეროთ. უნდა გაიზარდოთ და გამრავლდეთ. ინაყოფიერეთ და იმრავლეთ. აავსეთ ქვეყანა. ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს. იყო კი იქ რაიმე საზღვარი. განაუფალმა თქვა მხოლოდ 16 კვადრატული მილი აითვისეთო? მან თქვა: აავსეთ. უბრალო დაავსეთ. მან თქვა: აავსეთ, ინაყოფიერეთ. მას არ უთქვამს როგორ უნდა ინაყოფიერად. მან თქვა: ინაყოფიერეთ. და მან თქვა: ყველაფერში იმრავლეთ, რასაც გააკეთებთ. არაფრით არ დაიყოთ, დაეუფლეთ მას. დიახ, მართალია, რადგან დაცემის შემდეგ ხდება სქესთა შორის დაპირისპირება და ბატონობის ნაცვლად ბრძანებლობა და манипуляცია რჩება. რა თქმა უნდა, კაცები ცდილობენ ქალებზე ბრძანებლობას, ხოლო ქალები კაცებზე манипуლირებას, არა? დიახ, ნამდვილად. ნაყოფიერების ნაცვლად სიბერწე გვაქვს, ნაცვლად კიდევ რა გვაქვს? დაყოფა. დიახ, გამრავლების ნაცვლად გაყოფა. იცით, სტატისტიკაც ამაზე მოწმობს. 30 მიზეზს მაინც დაგისახელებთ, რატომ ხდის ქორწინება ადამიანებს და ბავშვებს უფრო უკეთეს და ეს, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინსტიტუტმა გააკეთა. ამრიგად ეს გახლავთ დაყოფა და არა გამრავლება. დიახ, ეს არ არის გამრავლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მტერს არ სურს ჩვენი გამრავლება, რადგან ღმერთმა თქვა: მინდა რომ გამრავლდეთ. ეს არ ნიშნავს უბრალოდ შვილების ყოლას. ნება მიბოძეთ საკუთარი გამოცდილებიდან გითხრათ, რომ აქ არ ვიქნებოდი სადაც დღეს ვარ და ვერასდროს წაიკითხავდით ჯონ ბივერის ერთ წიგნსაც კი გვერდით ლიზა ბივერი რომან ყოლოდა. გეუბნებით, რომ ჩემს ერთ წიგნსაც ვერ წაიკითხავდით. თქვენს ცხოვრებას არაფერი შეეხებოდა ეს რომ არ იყოს. მეც ასევე ძალიან მწირი ცხოვრებით ვიცხოვრებდი და ვერ გავიზრდებოდი. დიახ, როცა მოსალოდნელ პერსპექტივას უყურებ, როცა შეტევა მოდის, აცნობიერებ, რომ ეს ძალიან მცირეა სრულმასშტაბიან სურათთან შედარებით. დიახ, მე ვერასდროს გავხდებოდი ის ადამიანი, როგორიც დღეს ვარ, რომ არა ლიზა ბივერი. სრული სურათი კი ასეთია, უნდა ვიყოთ ნაყოფიერი, გამრავლდეთ, დავეუფლოთ პირდაპირ მნიშვნელობით. ვაპირებთ დიდი ნაყოფის მოტანას სათასასუფებლისათვის და სწორედ ამას ერჩის მტერი. ამრიგად, როცა მტერი ქორწინებას, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ ქორწინებას დევნის, მას სურს დაყოფა, დაპყრობა და უნაყოფობის მოტანა. დიახ, მას ნამდვილად მხოლოდ ეს სურს. რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ეს გავიგოთ. თქვენი ქორწინება ისე მნიშვნელოვანია. თქვენი ქორწინება მართლაც არ არის თქვენი იდეა. ეს არ არის უბრალოდ გოგოსთვის შეხედვა და თქმა: "ო ღმერთო ჩემო, რა საოცარია!" და გოგო უყურებს ბიჭს და ამბობს: "აუ რა მაგარი ვინმეა!" ან რაიმე ამდაგვარი. აქ გაცილებით ბევრი რამ არის ჩადებული. ეს ღმერთმა დაადგინა, სული ჩაბერა და ჩემთვის გასაოცარია ღვთის ნათქვამი, როდესაც ის ამბობს: "არ არის კარგი ადამის მარტო ყოფნა." ეს არ არის კარგი, მაგრამ მან თქვა, რომ კარგია, როცა კაცი და ქალი ერთიანდებიან. და იცით, ისინი მართლაც გახდნენ ერთი ხორცი. მე და ლიზას მართლაც გვინდა ამ ერთიანობის წარმოჩენა. იცით, ეს ჩემთვის მართლაც გახდა რეალობა, როდესაც ჩვენი ქორწინების ადრეულ პერიოდში ვიყავით.
მაშინ მსახურებისათვის ვიწვრთნებოდი, ვემზადებოდი და პირდაპირ მნიშვნელობით საათნახევარი იგი ცხოვრობდა, სუნთქავდა, ეძინა მსახურებით. საათნახევრიდან 2 საათამდე ვლოცულობდი ყოველ დღე, არა? მაგრამ ჩემი ლიზაზე დაკვირვებით, იგი საშხაპეში ლოცულობდა 10 წუთის განმავლობაში. მანქანაშიც ლოცულობდი. კარგი იყოს მანქანაში. ისე შხაპს 30 წუთი ვღებულობდი, ასე რომ მე ოჯახის ახალგაზრდა ლიდერის და სწორი გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. მაგრამ აღნიშნავ, რომ თითქმის ნახევარზე მეტი იმ გადაწყვეტილებებისა, რაც მიმიღია, არ იყო კარგი. და შემდეგ ჩვენ ვხედავდით, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგიც არ იყო სწორი. ერთ დღესაც ლოცვის შემდეგ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ღმერთო, ვერ ხვდები. ყოველ დღე საათნახევარი ვლოცულობ. მთელს დროს შენთან ვატარებ. ლიზა 10 წუთი საშხაპეში ლოცულობს და 5 წუთიც მანქანაში. და მიუხედავად ამისა, მეტწილად, მაინც მისი ნათქვამი გამოდგება გონივრული. რატომ ხდება ასე? ასე რომ ღმერთმა მე რაღაც მითხრა. მან მითხრა, შვილო, და თქვა, აიღე ქაღალდის ფურცელი და შემოხაზე წრე. მეც ავიღე ქაღალდი და შემოხაზე წრე. მერე მითხრა, მინდა რომ X-ები ჩაწერო მთელს წრეში. მეც ავდექი და დავიწყე X-ების ჩაწერა. ავდექი და კარგად შევავსე. მთლიანად. მერე მითხრა, ახლა ხაზი გაავლე წრის ცენტრის გავლით. მეც ავდექი და ხაზი გავავლე ზემოდან ქვემოთ. მან მითხრა, ეს ნახევარი შენ ხარ. მეორე ნახევარი ლიზაა. შენ ამიერიდან ერთი აღარ ხარ. შენ ახლა ერთი ხარ ლიზასთან. ასია საქმე. მან თქვა, ეს შენ ხარ. და დაამატა, შენ იღებ გადაწყვეტილებებს როგორც ოჯახის მეთაური, გამომდინარე იქიდან, მან თქვა, ყველა ექსი წარმოადგენს იმ ინფორმაციას, რაც შენ ჩემგან გჭირდება ბრძნული გადაწყვეტილების მისაღებად. ასე რომ შენ იღებ გადაწყვეტილებებს ფლობრა ინფორმაციის მხოლოდ 50%-ს. რადგან ინფორმაციის მეორე ნახევარი, რომელსაც მე თქვენ გიცხადებთ, ლიზასწილად მოდის. მან თქვა, თუ გინდა გამჭრიახი ქმარი იყო, აი ეს მითხრა ღმერთმა. მან თქვა, უნდა ისწავლო ლიზასგან ინფორმაციის მიღება ისე, რომ მასზე არ იმბრძანებლო, არ დააშინო. ამოიღე მისგან ის, რაც გულში ჩაუდე, რომ ერთად მიიღოთ კარგი გადაწყვეტილება. ღმერთმა მე სწორედ ასეთი თვალსაჩინოებით მაჩვენა, თუ როგორ ვიყავით ჩვენ ერთი ხორცი და რაუდენ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ლიზას ჩართვა ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც მე ვღებულობდი. იცით, მე ვფიქრობ, რომ ბევრმა ქალმა და კაცმა არ იცის, როგორ ამოიღოს ეს ინფორმაცია ერთმანეთისგან. იცით, ჩვენ ასე ველაპარაკებით ერთმანეთს. კარგი, ეს მართლაც ისულელია, ამას რატომ აკეთებ? ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ სტიმულის მიმცემი და შევისწავლოთ სხვაში ჩადება, რადგან თავდაპირველად ჩვენ არ ვიცოდით ეს როგორ გვეკეთებინა. მე ასე ვამბობდი. რა საშინელი გადაწყვეტილებაა, ხომ გითხარი, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყავი? ჩემთან რატომ არ მოხვედი? თუმცა ჯონი კატეგორიულად ამბობდა არას, რადგან შერცხვენილი იყო და მე მას საქმეს არ უადვილებდი. რა თქმა უნდა, აქ მამაკაცური ეგო წამოყოფდა თავს. უნდა დამემტკიცებინა, რომ ჭკვიანი ვარ, რომ კარგი წინამძღოლი ვარ და ეს სისულელეა. ჩვენი რეაქციები თავბრუ დამხვევ დაქანებას გავდა. ეს არ გახლავთ განვითარების მომტანიერთობა. ეს ასე არ არის. ეს გახლავთ შეჯიბრის წახალისება. ზუსტად. და იცით, ბატონობა გახლავთ ჩემი ძალაუფლების და ზეგავლენის გამოყენება შენ სასარგებლოდ. და შენ ძალაუფლებას და ზეგავლენას შენ სასარგებლოდ იყენებ. რაც შეეხება ბრძანებლობას, ეს გახლავთ ჩემი ძალაუფლების გამოყენება ჩემივე თავისთვის. ეს არის განსხვავება. ასევე манипуляციას გულისხმობ ჩემი გავლენის ჩემ სასარგებლოდ გამოყენებას. მე და შენ მივიღეთ გამოცხადება, რომ ქორწინება არ გახლავთ ძალაუფლების ჭიდილი. ეს ძალაუფლების ერთობაა. ეს არის ძალაუფლების ერთობა. ასე რომ, ღმერთი ორ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს აკავშირებს და მათით იწყებს გამრავლებას. რასაც ღმერთი აკეთებს, ეს რეალურად გახლავთ ყოველივე დაკარგულის აღდგენა. ცოდვით დაცემის შემდეგ ღმერთთან ურთიერთობა დავკარგეთ და ადამიანთა დიდი ნაწილი მშვენივრად ართმევს თავს გადაგებას, რომ ღმერთი მოვიდა დაკარგულის საპონელად და გადასარჩენად. თუმცა რეალურად ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი იმის საპონელად და გადასარჩენად მოვიდა, ვინც დაკარგული იყო, ან რაც დაკარგული იყო. მორწმუნეთა უმეტესობამ ეკლესიაში არ იციან რა იყო დაკარგული. ჩვენ დავკარგეთ ურთიერთობა ღმერთთან, დავკარგეთ ურთიერთობა ერთმანეთთან, მამაკაცმა და ქალმა, დავკარგეთ ურთიერთობა ადამიანებმა დედამიწასთან, დავკარგეთ ურთიერთობა ძმამ ძმასთან, დამდასთან. ამრიგად საჭიროა სახარების გადაგება ყველა დაღუპულთან. თან დარწმუნებული ვარ, რომ ამის გასაღები ქორწინებაში დევს. დაკარგულის აღდგენა იწყება ორი ადამიანით, რომელთაც ერთი გული აქვთ. დიახ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქორწინებისათვის ხედვა უნდა გაგვაჩნდეს. ასე რომ შემდეგ გაკვეთილზე ლიზა ვისაუბრებ დასაწყისზე დასასრულის გათვალისწინებით.